უკვე ერთი კვირაა გაზიფიცირების ახალი ტარიფები მოქმედებს. მომხმარებელს გაზის სისტემის სახლამდე მიყვანა და ერთი წერტილის მონტაჟი წინასგან განსხვავებით 200 ლარით ნაკლები უჯდება. სიახლესთან დაკავშირებით ოპერატორი კომპანიის სოკარ ჯორჯია აჭარა გაზის ოფისს ყოველდღიურად გაორმაგებული რაოდენობის მომხმარებელი მიმართავს. მათ შორის ვერ მოხვდა სოფელ სამების მოსახლეობა, სადაც დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. ახალი რეგულაცია ბათუმს, ადლიას, ბუკნარს, საჩინოს, სალიბაურსა და სარფის მომხმარებლებზე გავრცელდება. ქვედა სამების მოსახლეობა 2015 წელსაც გაზიფიცირების გარეშე ხვდება. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება არაერთხელ სცადეს. ხელმოწერები შევაგებთ წელი სოფლის სახელით, გაკეთა სია, მოთხოვნა, ხელმოწერები გაკეთა და ეს გადაეცა სოფლის გამგებას. ამასთან გამგებას ახლა აღარ არის გამგები. განთავისუფლებულია და გადაეცა რაიონში გამგეობას, რომელსაც უნდა ეზრონა მე სოკართან შუამდგომლობა და გააკეთებულ ყოს ამბავი. რატომ არ აკეთა არ ვიცით. უარს არ გვებუნებიან, მაგრამ არც კეთდება. სემეკის გადაწყვეტილებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. იაფი ტარიფი ერთი წერტილის მოწყობას გულისხმობს, რომლის ღირებულებაც სტანდარტულზე 200 ლარით ნაკლებია. განსაზღვრულია დასახლებების ჩამონათვალიც, მათ შორის ამ ეტაპზე არ არის ქვედა სამება. ეს ჩამონათვალი სემეკის მიერ მუდმივად ცვალებადი იქნება და ამას ახალი დასახლებული პუნქტები, სოფლები თუ ქუჩები შეემატება. ვალდებულება გაგვაჩნია, რომ 40 სამუშაო დღის განმავლობაში, ანუ ეს ნიშნავს 2 თვის დაახლოებით 2 თვის განმავლობაში განცხადის შემოტანიდან დავასრულოთ ეს პროცესი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძირითადი საქმიანობის სფერო არის ბუნებრივი გაზის მიწოდება, თვითონ ჩვენს ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება ეს პროცესი ვადებზე ადრე შევასრულოთ. ახალი ტარიფის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის აქტივობა გაიზარდა. სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში აცხადებენ, რომ კომპანიას ყოველდღიურად 150-მდე მოქალაქე მიმართავს. სტატისტიკურად ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაორმაგებულია. ბევრი მოქალაქე მიმართავდა უკვე კომპანიებს ამ ტარიფთან შემცირებასთან დაკავშირებით 600 ლარი რო იყო და 400 ლარი რო გახდა, ამ გადასახადთან დაკავშირებით კომპანია ყველანაირად ცდილობს და როგორაც ჩვენ სამსახური არის თვითონ აი ამ საკითხს გარკვეული ყველანაირად ცდილობს კომპანია, რომ თითოეულ მოქალაქეს სათანადო პასუხი გაცეს და მიერთება საუკეთოდ ის ერთი წერტილი, რომელსაც მოქალაქე მოითხოვს. ახალი რეგულაცია 5 ნოემბრიდან ამოქმედდა.